მოგესალმებით, ეს Tech Informe-ია გადაცემა, რომელშიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები და წამყვანები გიორგი თოლორდავა და ერეკლე პოლადიშვილი ვართ. დავიწყოთ. მითოსი დაბრუნდა. გლობალურად ის უკვე ხელმისაწვდომია, ანუ ენთროპიკის მიერ შექმნილი ყველაზე მძლავრი საჯარო ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლებს ისევ და ისევ აქვთ აპლიკაციაში. ცხადია, საუბარი გვაქვს იმ მომხმარებლებზე, რომელთაც აქვთ ფასიანი გამოწერი სერვისი, უფასოდ მითოს, რა თქმა უნდა, არავინ არც კი გვანახებს, ასეთი არის დღევანდელი მოცემულობა. ის ცოტა ხნით ციხეში იყო გაშვებული, მარტივად რომ ვთქვათ, რადგანაც, ხო, ტრამპის ციხეში იყო, რადგანაც სახელმწიფომ ამ შემთხვევაში Amazon-ის მიერ მომზადებული კვლევის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაებლოკა ამ ხელოვნური ინტელექტის საჯაროდ გაშვება, რადგანაც მასში აღმოაჩინეს უსაფრთხოების გარკვეული პრობლემები და გამოწვევები. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ მონდომებულ ჰაკერს შეეძლო თავდაცვითი მექანიზმისათვის გვერდი აეარა და ამის შემდეგ უკვე მიიღო მითოსის რეალურად ულიმიტო ვერსიაზე წვდომა, რომელსაც შეეძლო ლამის ყველაფერი, მათ შორის სისტემების გატეხვა, ჰაკერული შეტევების განხორციელება და იმ ყველაფრის კეთება, რაც წესით ხელოვნურ ინტელექტს, საჯაროდ ხელმისაწვდომ ხელოვნურ ინტელექტს არ უნდა შეეძლოს. ამიტომაც ამბობდნენ კიდევაც კომპანიაში, რომ ესეთი ვერსია არ გამოვაოს საჯაროდ, მაგრამ თურმე ყოფილა. თურმე ყოფილა ხელმისაწვდომი. ცხადია, პირდაპირ არ იყო ხელმისაწვდომი, ანუ ჩვეულებრივი იუზერი ვერ სთხოვდა რაღაც ვებგვერდის გატეხვას, მაგრამ მონდომებული იუზერი მოახერხებდა მოკლედ ამ თავდაცვითი მექანიზმის გვერდის ავლას. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ხვრელი ამოქოლილია, რადგანაც რამდენიმე შემოწმება გაიარა მოკლედ განახლებულმა ვერსიამ და კიბერუსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ ახლა უკვე მითოსის ეს ვერსია იმდენად არის დაცული, რომ მისი თავდაცვითი მექანიზმების გვერდის ავლა ეგრე მარტივად ვეღარ მოხდება, ანუ ის არის საზოგადოებისათვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი. თავად მითოზებს ვთქვათ, ორიოდე სიტყვა ეს ენთროპიკის მიერ შექმნილი ყველაზე მძლავრი ხელოვნური ინტელექტია, რომელიც სხვადასხვა ბენჩმარკების მიხედვით 30-40-50% უფრო მძლავრია ვიდრე სხვა ნებისმიერი AI მოდელი, რაც აქამდე ოდესმე გვიხილავს. ცხადია, ეს სიმძლავრე არ გამოიხატება იმაში, რომ ის უფრო კარგად და პოეტურად წერს ან უფრო აზრიანი არა. ის უბრალოდ უფრო კომპლექსურ დავალებებს ასრულებს უშეცდომოდ, აქვს ძალიან დაბალი ჰალუცინაციის, ასე ვთქვათ, მაჩვენებელი და ასევე მას შეუძლია რამდენიმე ვერსიაზე ერთდროულად პარალელურ რეჟიმში მუშაობა გააჩნია, ცხადია, რა ტიპის დავალებას მივცემთ მას და ასევე როგორც დეველოპერები ამბობენ, მითოსი არის გამორჩეულად კარგი კოდის წერაში და მათ შორის საკმაოდ კომპლექსური აპლიკაციების აწყობაში. ენთროპიკი ამაში პრინციპში ისედაც საუკეთესოა, მაგრამ მითოსი საერთოდ სხვა დონეზე არის წარმოდგენილი სხვა კონკურენტებთან. ის რომ არანორმალურად დიდი რაოდენობის ტოკენებს სვავს. ფაქტობრივად ეს არის გარდაუვალი მოცემულობა, როცა ვითარდება ხელოვნური ინტელექტი და განსაკუთრებით ენთროპიკი, როცა ავითარებს თავის მოდელებს, ყოველთვის ვეჩეხებით იმ რეალობას, რომ თუ გვინდა ხარისხი, ეს მოითხოვს ძალიან დიდ ხარჯებსაც და სწორედ ეს ამის სიმბოლოა ფაქტობრივად მითოსი და მითოსის ამ შემთხვევაში Fable ვერსია, რომელიც როგორც ვიცით გამოსვლიდან 3 დღეში დაიბლოკა და ხუმრობაც იყო თითქოს ჯეფ ბეზოსმა სპეციალურად გაუკეთა ეს ენთროპიკს. მოკლედ, სიახლე კარგია, დადებითია, ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად არ მივსულართ იმ ეტაპამდე, როცა უკვე სახელმწიფო პირდაპირ ჩაერევა და აღარ მისცემს ხელოვნურ ინტელექტს განვითარების საშუალებას, თუმცა მნიშვნელოვანი სიმბოლოც და მაგალითიც ვიხილეთ იმისა, რომ ამერიკის ხელისუფლებას არ სწინავს და ის მუდმივად გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა არ მიაღწიოს იმ ეტაპს, როცა ის საზოგადოებისთვის საშიში გახდება. შესაბამისად, ამ მოცემულობით კარგი სიახლეა, ეს დაბრუნდა მითოსი, მისი შესაძლებლობები და იმედი მაქვს ყველა მომხმარებელი მაყოფილი დარჩება მისით. OpenAI-ი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შესთავაზა, რომ თავისი სტარტაპის 5%-იან წილს მისცემს. ეს არის ძალიან უჩვეულო განცხადება იმ ტიპის სახელმწიფოში, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები. აქ არ არის ბუნებრივი ის, როცა სახელმწიფო და კერძო კომპანიები ასე ერთმანეთთან იკვეთებიან და ფაქტობრივად სახელმწიფო ხდება მეწილე. ეს უფრო ჩინური მოდელია, თუმცა როგორც ჩანს, სემულტმენმა გადაწყვიტა, რომ ამ გზით მოახერხოს ტრამპის გულისმოგება, ტრამპის ადმინისტრაციის გულისმოგება, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ კრიტიკულია ხელოვნური ინტელექტის სტარტაპების მიმართ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ისინი იმ დონეს აღწევენ განვითარებისას, როცა საფრთხეს უქმნიან საზოგადოებას და მეორე მხრივ, როცა არ ემორჩილებიან ამერიკის ხელისუფლების მოთხოვებს, აგერ ენთროპიკი ახსენე, რომელიც უკვე ორჯერ გაეხვა ამერიკის ხელისუფლებასთან გარკვეულწილად შარში, ერთხელ იყო პენტაგონთან დავა, მეორედ იყო ამ შემთხვევაში მითოსის გამოშვება, რომელიც როგორც აღმოჩნდა პრობლემის მქონე ყოფილა ისეთის, რომელიც საფრთხეს შეიძლება
უქმნიდეს საზოგადოებას. ეს რისკები შემცირებულია, თუმცა სემოლტმენს როგორც ჩანს, კარგად დაამახსოვრდა ის, რაც დაემართა Anthropic-ს და აი ამ შეთავაზებით, რომელიც ჯერ ტრამპის ადმინისტრაციას ოფიციალურად არ დაუდასტურებია, საკმაოდ საინტერესო ნაბიჯს დგავს ფაქტობრივად კომპანია. ის ითხოვს, რომ ნაკლებად შეგზღუდეთ, ნაკლებად გაგვაკონტროლეთ, ეს არის ფაქტობრივად 5%-იანი წილის სანაცვლო მოთხოვნა. სხვათა შორის ამ 5%-ში იგულისხმება 42.6 მილიარდი დოლარი. რაც არ არის სახუმარო რიცხვი, თან გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავინახოთ რა ფინანსური მდგომარეობა აქვს კომპანიას, ესე იგი შეფასება მისი დაახლოებით არის 850 მილიარდი. და არც ტრილიონი. ხო, და არც ტრილიონი, ამბობდნენ, რომ მალე იქნებო, მაგრამ არ მოვიდა ეს მალე. აქვე ისიც არის სათქმელი, სხვათა შორის, რომ ChatGPT-ის შემქმნელი სტარტაპის მხრიდან ეს გადაწყვეტილება ძალიან ახლოს არის კავშირში იმ გადაწყვეტილებასთან მეორესთან, რომლის თანახმადაც OpenAI აღარ გამოდის საფონდო ბირჟაზე წელს. შესაბამისად, შეიძლება კავშირი იყოს ამ ორ ფაქტს შორის, ცდილობდეს, რომ ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით უფრო გაიძლიეროს თავისი პოზიციები OpenAI-მ და შემდგომში უფრო საინტერესო გახდეს პოტენციური ინვესტორებისთვის, რომლებიც იხილავენ ამ შემთხვევაში ChatGPT-ის შემქმნელ სტარტაპს 2027 წელს. კონკრეტული თარიღები ცხადია, ამ თვალსაზრისით ჩვენთვის ცნობილი არ არის. სხვათა შორის, სემ ოლტმენმა მხოლოდ თავისი კომპანიის შესახებ საუბრით არ შემოფარგლა ხელოვნური ინტელექტზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია, მან ასეთი ინიციატივაც გააჟღერა, რომ მოდი ყველა სტარტაპს და ყველა ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპანიას მივცეთ დავავალოთ, ფაქტობრივად კი არ მივცეთ საშუალება დავავალოთ, რომ 5%-იანი წილი მისცენ სახელმწიფოს, რაც კიდევ უფრო გაჩინურება მოდელის და სისტემის. შეიძლება ჩინური მოდელიც კი არ იყოს ასეთი ჩინური, როგორც ეს იდეა, იქ ყველა კომპანია არ იძლევა ეს სიხარული 5%, მაგრამ რაღაც ახალია. თუ იმ სცენარს დაუშვებთ, რომ შეიძლება OpenAI-ის შემქმნელი იყოს უცხოპლანეტელი, შეიძლება ჩამოიხსნას და ჩინელი აღმოჩნდეს თვითონ რაღაც ისეთ რაღაცებს აკეთებინებს და სთავაზობს. ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპს ინიციატივის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ მეტი სარგებელი მიიღოს, ანუ მისი თქმით, თუ ყველა სტარტაპში ექნება 5%-იანი წილი სახელმწიფოს და სახელმწიფო შეიძლება რომ აქედან მიღებული სარგებელი უფრო მეტად გადასცეს რიგით მოსახლეობას ბიუჯეტის გზით, ამ შემთხვევაში ეს უფრო გამოადგებაო საზოგადოებას და არ იქნება ეს სარგებელი მხოლოდ ინვესტორების ხელში აღმოჩენილი, ის სარგებელი ცხადია იმაზე ვსაუბრობთ, რასაც კომპანიების განვითარებისას ინვესტორები იღებენ, როცა შემოსავალი იზრდება კომპანიების. მოკლედ საინტერესო ინიციატივაა, სემ ოლტმენი საკმაოდ აქტიურობს და ნახოთ დათანხმდება თუ არა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მის იდეას. ასე სიხარულით ვინმეს უნდადეს საკუთარი კომპანიის წილების გაჩუქება, მე პირადად არ მინახავს, რაღაც ახალია ეს ნამდვილად, მაგრამ ეს უფრო ალბათ იმაზე მევთითებს თუ რამდენად შიშობენ, როგორი გავლენა აქვს მთავრობა ზოგადად AI-ის განვითარებაში და ხვდებიან იმას, რომ ერთი კანონით შეიძლება ყველაფერი არსებითად შეიცვალოს და ამიტომაც ურჩევნიათ, რომ აი ეს ერთი შავი დღე პირდაპირ აირიდონ და ის დასათმობი 5%. მაგრამ მათ ხელშიც იყოს 5%, რომ უფრო ნაკლები სურვილი ჰქონდეთ იმისა, რომ ასეთი კანონი ოდესმე მიიღონ. PlayStation-ების ეპოქა გარკვეულწილად სრულდება, რადგანაც აღარ ექნებათ მოთამაშეებს, მომხმარებლებს იმის საშუალება, რომ დისკები გაცვალონ ერთმანეთში, ან წავიდნენ მაღაზიაში, შეიძინონ დისკი, ან მაგალითად საჩუქრად მეგობარს გადასცენ დისკი, რაც ტრადიციის ნაწილი იყო ზოგადად PlayStation-ის. ყველას გაუკეთებია ეს ნამდვილად და PlayStation-ის ფლობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ის იყო, რომ შეგეძლო დისკებით, ასე ვთქვათ, გევაჭრა, ან გაცვლაში მიგეღო მონაწილეობა მეორად ბაზარზე, მარტივად რომ ვთქვათ, მიღებული პრაქტიკა იყო ეს ყოველთვის და გარკვეულწილად ამ კომუნას აცოცხლებდა კიდეც, მაგრამ აი ეს ამბავი დასრულდება, რადგანაც ძალიან მარტივი ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, Sony ამითი სარგებელს ვერ იღებს. რადგანაც Sony სარგებელს იღებს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც თამაში იყიდება ერთხელ. მეორედ და მესამედ და მეხუთედ, როდესაც იმ დისკს სხვადასხვა იუზერები იყენებენ, ამითი Sony ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს, ეს კი კომპანიას არ მოსწონს და უნდათ რომ უკვე 2028 წლიდან PlayStation-ი, ანუ ახალი თაობა PS-X და PS6 სრულად ციფრული იყოს, მას საერთოდ აღარ ექნება დისკის სლოტი, მარტივად რომ ვთქვათ, ის იქნება 100% ციფრული და თუ ადამიანს მოუნდება ახალი თამაშის შეძენა, მას ექნება პრინციპში ორი გზა. პირველი იქნება ის, რომ ის უნდა შევიდეს PlayStation Store-ზე და შეიძინოს და ჩამოწეროს და ეგ არის, ან შეიძლება შეიძინოს gift კოდი.
ანუ ეს იქნება დისკის ფორმის ოღონდ კომპანიის მიერ გამოშვებული ერთჯერადი კოდი, რომელსაც ერთხელ შეიყვან, გააქტიურდება და შენს ანგარიშზე იქნება ეს თამაში, თუმცა იმისი საშუალება არ გექნება, რომ ეს კოდი 10 ჯერ შეიყვანო და 10 ვერსია ქონდეს ამ თამაშის, არა, ეს იქნება მხოლოდ ერთი უნიკალური კოდი და სხვათა შორის ეს მიდგომა ინვესტორებისთვის არის კარგი, რადგანაც გადაყიდვის ბაზარი სრულდება და თუ ვინმეს უნდა მაგალითად თუნდაც როდესაც ახალი GTA გამოვა, ოდესმე ბაზარზე მისი ყველა რომ უნდა მისი ყიდვა, არ ექნებათ მათ დიდად საშუალება იმისა, რომ ერთმანეთში გადაყიდონ და ამ ასე ვთქვათ манипуляციით შეამცირონ Sony-ს შემოსავლები. მაგრამ აქედანვე დავამჯიდოთ მომხმარებლები და მაყურებლები, რაც თავარია და პოტენციური GTA 6-ის მოთამაშეები, რომ ეს ჯერ არ მოხდა. ჯერ არა, 28-დან მოხდა. 28-ს მერე 28-ის Rockstar-ი ახალ თამაშს ნამდვილად ვერ შექმნა. ვერაფერს ვერ შექმნის Rockstar-ი 28-ისთვის. მაგრამ 28-თვის რადგანაც ახალი PS-ი უნდა გამოვიდეს 28-ის ბოლოს ან 29-ის დასაწყისში იქნება სხვა ახალი თამაშები. ყოველთვის ასეა, როდესაც ახალი PS-ი გამოდის, მას მოყვება მინიმუმ 20 AAA თამაში და აი ამ AAA თამაშებს, რა თქმა უნდა, ყველა ვერ ყიდულობს, თუ ყველას იყიდი ძალიან ძვირი დაგიჯდება და ყოველთვის მომხმარებლები ცდილობდნენ რომ ერთი ეყიდა, შემდეგ გადაეცვალათ, გადმოეცვალათ და ამით მიიღოთ რაღაცნაირად სარგებელი და ის ხარჯები, რაც ასოცირებულია PlayStation-ის ფლობასთან, შეემცირებინა. თუმცა ეს გზა უკვე ჩაკეტილია, ალბათ მოუწევთ account sharing-ი, რაც მთლად მაგასაც საკმაოდ კარგი მიდგომა არის გააკონტროლება, რა თქმა უნდა, IP ადრესები ძალიან მარტივია ამისი გაკონტროლება და თუ მოუნდებათ საერთოდ შეუძლიათ უნიკალურად აქციონ, რეალურად აკაუნტები და საერთოდ შეუძლებელი გახდეს მისი გაზიარება და ამითი საბოლოო ჯამში ისევ და ისევ გეიმერებს უძვირდება ცხოვრება. მოკლედ, რაღაცნაირად ბოლო პერიოდში არის ტენდენცია. რაც არ უნდა მოხდეს, გეიმერების ცხოვრება უარესდება ყოველდღიურად ფაქტობრივად. აი დღეს დილით გავიღვიძე და ერთ-ერთი პირველი ნიუსი, რომელიც შემხვდა ტელეფონის აღებისას, იყო რომ რამის ფასები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ყველანაირად ცდილობენ რომ შენ ახალი კომპიუტერი ვერ იყიდო. ყველანაირად მაიძულებენ მე პირადად ამას რომ არ განვიხილოს სხვა ვარიანტი და მაინც და მაინც ახალი კომპიუტერი ვიყიდო, თანაც ძალიან ძვირად, რადგანაც ფასები უბრალოდ ასტრონომიულად არის გაზრდილი. მოკლედ, ეს კიდევ ერთი ცუდი ამბავი ჩვენს მეგობარ გეიმერებს. Toyota მფრინავ ტაქსებს ქმნის. ეს სიახლე ძალიან გააკვირვებს ბევრ მაყურებელს და ზოგიერთი შეიძლება გაახაროს კიდეც. მე არ მგონია რომ საქართველოში ის მალე ვიყიდათ. პრიუსის პრეხება ძალიან მინდა. ხო, ჯერჯერობით ამის ალბათობა ნაკლებია რომ თბილისში მფრინავი პრიუსები ვიხილოთ, თუმცა მფრინავი ტაქსები ყოველ შემთხვევაში ტოკიოში ნამდვილად გამოჩნდება მალე, იმიტომ რომ ფაქტობრივად ის თანამშრომლობა, რომელიც შედგა Joby Aviation-სა და Toyota-ს შორის, ამ ორ ბრენდს, რომლებიც ძალიან დიდი ხანია ფაქტობრივად 2019 წლიდან თანამშრომლობენ, შედეგი ამან უკვე გამოიღო, როგორც ეკრანზე ხედავს ჩვენი მაყურებელი, ფიზიკურად უკვე შექმნილია, არა უბრალოდ მოდელი, არამედ სატესტო ვარიანტი, რომელსაც აქტიურად ცდიან არა მარტო ტოკიოში, არამედ ნიუ-იორკში და ლოს-ანჯელესში. ფაქტობრივად ამაზე დიდი სატესტო სივრცე არ არსებობს. თან დატვირთული ქალაქებია, თან საკმაოდ აქტიური ქალაქები და შესანიშნავი სივრცეა. დიდარი ადამიანებიც იქ არიან, რომელთაც ეჩქარებათ ყოველთვის და მათი დრო ძალიან ძვირი. ყველას არ სურს რომ თავისი შვეულმფრენი ჰყავდეს. ну თუ უნდათ შესაძლებელია და მოახერხებენ მის შეძენას, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველგან არ არის დაშვებული. ეგეც ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, სადაც ეს ტაქსი მივა, ну ტაქსი შეიძლება არ უწოდოთ მას უფრო ეს ფრინავი ავტომობილი სადაც მივა, იქ შეიძლება ტრადიციული ვერტფრენი ფიზიკურად ვერ დაეშვას უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ვერტფრენს სჭირდება სპეციალური დასაშვები სივრცე და ასევე ვერტფრენის პილოტი არის გაცილებით იშვიათი და ძვირადღირებული, ასე ვთქვათ, რესურსი ბაზარზე, ვიდრე აი ამ ტიპის საფრენი აპარატის პილოტი, ეს უფრო მეტად არის გიგანტური დრონი და გიგანტური დრონის მართვა უფრო მარტივია, ვიდრე ვერტფრენის ამაში ალბათ დამეთანხმები როგორც დრონის პილოტი. როგორც დრონის პილოტი შესანიშნავად ხვდები იმ კავშირებს, რაც შეიძლება იყოს. ცხადია ზომა, მე მგონი ბორბლის ხელა ჩემი დრონი მხოლოდ, მაგრამ თავარი და პრინციპი ალბათ იგივე იქნება. პრინციპი ახლა დეტალებით რომ უთხრათ მაყურებელს, 160 კილომეტრის გავლა შეიძლება ერთი დატენვით. ხო, რაც ვერტფრენისგან განსხვავებული ვერტფრენს მთელი ქვეყნის
გადავლად შეუძლია მაგრამ 320 კილომეტრ სიჩქარეს განავითარებს, რაც არ არის ცოტა. შესაბამისად, ის რესურსი, რომელიც აქვს მიცემული, საკმაოდ კარგად შეიძლება იყოს გამოყენებული. 6 ფრთა აქვს ფაქტობრივად, როგორც არის წარმოდგენილი პროპელერი. აქვე აღსანიშნავია, რომ 4 ადგილიანია მხოლოდ მგზავრებისთვის და ცალკე პილოტისთვის არის სივრცე. შესაბამისად, ტაქსის ფუნქცია როგორც ასეთი, მას შესანიშნავად შეიძლება მოირგოს. ეს პარტნიორობა ცხადია ჯერჯერობით არის წარმოების დაწყების ეტაპზე, ანუ Toyota ამდენი ხნის განმავლობაში ფულს ასხავდა მარტივად რომ თქვა ჯობიში რომ მას განევითარებინა ეს პროდუქტი და უკვე მივიდნენ იმ ეტაპზე რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა რადგან Joby Aviation-ი არის ამერიკული ბრენდი, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყება წარმოება, მისი წილების ამ შემთხვევაში კომპანიის წილების 51% ცხადია რომ Toyota-s ხელში იქნება, იმიტომ რომ არ ყოფილიყო Toyota Joby Aviation-ის შემქმნელები, ისევაც მეოცნები იქნებოდნენ და ჰაერში იქნებოდა მათი იდეები. თეორიული სტარტაპი. ჰაერში ავიდა მათი იდეა რეალობად იქცა, სწორედ Toyota-s დამსახურებით 59%-იანი წილი იქნება Joby Aviation-ის ხელში. საინტერესო გარიგებაზე გვაქვს საუბარი, საინტერესო სამომავლო პროექტზე, რომელიც ფაქტობრივად გვაახლოვებს მეხუთე ელემენტის რეალობასთან, როცა დაფრინავენ უკვე მანქანები. ცხადია, ეს იმ ფრინავ ტრანსპორტს არ გავს, რომელიც სხვა კომპანიებს უნდათ რომ წარმოგვადგენინონ და იყოს, თუმცა დასაწყისისთვის სწორედ ეს არის ის გარდამავალი ეტაპი, რაც მოგცემს საშუალებას, რომ შემდგომ მართლაც მფრინავ მანქანებზე გადავიდეთ. საინტერესო ინიციატივაა და რაც მთავარია, რადგან ამას Toyota მოკიდა ხელი, ესე იგი ნელ-ნელა თუ ამ 10 წლეულის ბოლოს არა, მომავალი 10 წლეულის დასაწყისში ნამდვილად ვიხილავთ მათ სერიოზული რაოდენობით გაზრდილ მაჩვენებელს, რადგან Toyota არის ბრენდი, რომელიც ყველაზე მეც ქმნის და ყველაზე რეალურს ქმნის. და ყველაზე რეალურს. შესაბამისად, ხარისხი და რაოდენობა Toyota-სგან აუცილებლად იქნება გარანტირებული. და ერთი სული მაქვს 2035 წელს რუსთავის ავტობაზრბაზე ნაომბრინავი ტაქსები ესე ჩამოლაგებული. და პირდაპირ იქიდან გადაფრინდები შესაძლოა. და ელი პაკეტები იქნება მათ შორის. სხვაობა და რამდენი აქვს გარბენი ეს შეკითხვა მასზე პასუხი რა იქნება. საინტერესო იქნება. ძალიან საინტერესო ეპოქა გველის, რა კარგი დროა რომ ცოცხლები ვართ ამ ეპოქაში და ასეთ საოცარ სიახლეებს ხედავთ. SpaceX-ი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა საფონდო ბირჟაზე, შედის ახალ ბაზარზე. მოკლედ, ეს კომპანია არ ჩერდება, ყოველთვის ამბიციური გეგმები აქვს და ამჯერად მათ უნდა შევიდნენ პრინციპში იმ ბაზარზე, რომელიც მათთვის საკმაოდ ნაცნობია და ბუნებრივია. ეს არის სატელეკომუნიკაციო ბაზარი და როგორც ჩანს, Starlink-ს უნდა რომ გახდეს უკვე სატელეკომუნიკაციო ოპერატორიც. ტელეფონებისთვის მარტივად რომ ხო, ტელეფონებისთვის. პირველ რიგში ამერიკის ბაზარზე განაც ყველაზე დიდი ბაზარია და ყველაზე მეტი ფული იქ იშოვება. კერძოდ ბაზრის მოცულობა არის $1.6 ტრილიარდი და იმ ბაზრის 10% მაინც თუ მოიპოვე, ეგ არის. თავი კუჭი გაქვს, შეგიძლია ავტომატურად დაიწყება ზრდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი განვითარდება შესაბამისად. მაგრამ ერთი პრობლემა ის არის, რომ ამ ბაზარზე არის 3 ძალიან ძლიერი მოთამაშე, Verizon-ი, AT&T და T-Mobile, რომლებიც აქ არიან უკვე საუკუნეა ლამის, მათი ჩამოცილება არის ძალიან რთული, აქვთ უკიდურესად მაღალ კონკურენტუნარიანი ინფრასტრუქტურა, თუმცა Starlink-ს აქვს ინფრასტრუქტურა, რომელიც არ არის დედამიწაზე. აი ეს არის მისი უპირატესობა. თუ Verizon-ი არის დამოკიდებული ტრადიციულ გადამცემ ხაზებზე და ანტენებზე, Starlink-ი არის დამოკიდებული თავის სატელიტებზე, შესაბამისად მას ეყოლება იქ იმ რაოდენობის სატელიტი, რამდენიც უნდა. აი ეს ყველაზე დაკარგულ უდაბნოში. ყველაზე დაკარგულ უდაბნოში, სადაც საერთოდ არაფერი არ იჭერს და არაფერი 600 კილომეტრის რადიუსში ცოცხალი არ არის, აი იქ გექნებათ 5G ან 6G ან 7G ინტერნეტი, რომელიც იქნება იმ დროს ყველაზე აქტუალური, რადგანაც აი ეს სატელიტები არიან დედამიწის ორბიტაზე და მათ არანაირი შეზღუდვა არ აქვს. ხოლო Starlink-ს ყველაზე მეტი სატელიტი ყავს ზოგადად, ყველა ქვეყანაზე მეტი სატელიტი ყავს, შესაბამისად ძალიან ლოგიკურია. თავრობაზე მეტი ყავს და ზოგადად უკვე მთელი დედამიწის ინფრასტრუქტურა არის დამოკიდებული Starlink-ებზე. ომშიც კი ისე კარგად იყენებენ მას, რომ დიდი ამბავი ტელეფონისთვის გამოვიდა. როგორც კი რუსეთს ჩამოერთვა ეგრევე დამთავრდა ყველაფერი. შეიცვალა ფრონტის ხაზი. აქვე ის უნდა ითქვას, რომ უკვე Elon Musk-ის კომპანიამ EchoStar-ისგან დაახლოებით $17 მილიარდი რადიო სიხშირეებით და უსადენო სიხშირეებით შეიძინა. მოკლედ ინახდებენ წინასწარ ყველაფერს, რათა შევიდნენ მობილური ტელეფონების ბაზარზე და თუ გავითვალისწინებთ ილონის სუპერ ვარსკვლავობას და მის ეფექტს, რომ მას შეუძლია 3 ტრილიონის IPO აწიოს და 9 მილიარდი ფოლოვერი ყავდეს, არ გაგვიკვირდეს, რომ Starlink-ის მობილურ
ნომერს და ინტერნეტს იყიდის ნახევარი ამერიკა. უბრალოდ არ გავგვიყვარდეს ეს ამბავი და თან Starlink's AT&T და Verizon-ისგან განსხვავებით შეუძლია რომ ზუსტად იგივე ერთ-ერთი სერვისი გადაიტანოს დედამიწის ნებისმიერ ქვეყანაში, რადგანაც მას არ მოუწევს იქ არაფრის აშენება, გადამცემი ხაზების მოწყობა, არაფერი. კი, ამერიკაში თუ გაამართლებს, თუ ამერიკაში ეს იმუშავებს და მომხმარებლების საჭირო რაოდენობა შეიძენს სიმბარათებს, რა თქმა უნდა, ისიმებზე აქვს საუბარი. ხვალანზე უკვე ჩართავენ იგივეს ევროპაში და პოტენციურად საქართველოშიც, ამიტომაც ეს შეიძლება რაღაცნაირად გლობალური ქსელიც კი გახდეს, ესეთი არა გვაქვს დღეს დედამიწაზე, ისეთი ქსელი არ არსებობს, რომელიც ევროპაშიც, ამერიკაშიც, აფრიკაშიც, აზიაშიც და ნებისმიერ სხვა კონტინენტზე მუშაობს, ერთადერთი პოტენციურად იქნება სწორედ Starlink-ი და აი ესეთი მასშტაბის პროექტი და პროდუქტი რომ უჭირავს მას ხელში, ამიტომაც ღირს ეს კომპანია ამის 2 ტრილიონი დოლარი და ამიტომაც ამყარებენ მასზე ინვესტორები ძალიან დიდ იმედებს, თუმცა აქ ერთი ნიუანსი ის არის, რომ ეს ინდუსტრია არის უკიდურესად რეგულირებული. ზედმიწევნით რეგულირებულია ყველაფერი და სავარაუდოდ ესე მარტივად ვერ აიტანს. სავარაუდოდ ეს კომპანიები დაიქირავებენ იურისტების არმიებს, რათა როგორმე ხელი შეუშალონ ამ რევოლუციას და თავი დაიცვან და გადაეჭრან თავი. მე თვითონაც. ან ისევ ილონ მასკის ეფექტს ვიხილავთ, რომელიც როგორც რაკეტას ქმნის, ისევე შექმნის ახალ სერვისს, რომელიც შეცვლის სამყაროს. მოკლედ წარმატებებს უსურვებთ Starlink-ს, წარმატებები SpaceX და რა თქმა უნდა წარმატებები ილონ მასკს ადამიანი, რომელიც ყოველდღე ცდილობს, რომ დედამიწა შეცვალოს უკეთესობისკენ. უკრაინა ლაზერულ იარაღს ცდის. სადამდე მოვედით? იყო დრო, როდესაც ამბობდნენ ზოგიერთი 24 საათში დაესწემოდა კიევი და ახლა უკვე უკრაინის დროშა არათუ ფრიალებს. ამაზე ამაყად ალბათ მრავალი წელია არ უფრიალებია და უფრენია. უკრაინის დროშას მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ შეძლო და იმ დონეზე განავითარა საკუთარი სამხედრო ინდუსტრია, რომ უკვე ლაზერულ იარაღსაც ქმნის. თან უბრალოდ კი არ ქმნის, მისი ტესტიც ვიხილეთ, რეალურად ვიხილეთ ეს და ეს არ არის აი ესეთ დაპირება სტარტაპებმა რომ იციან ხოლმე რომ აი ამას და ამას შევქმნით, თქვენ ოღონდ ფული მოგვეც და არა თავდაცვის სამინისტრო არის ამ პროცესში პირდაპირ ჩართული და შედეგიც სრულიად შესაბამისია. აქედან უნდა უთხრათ მაყურებელს რომ ცხადია ჩვენ არავინ დეტალური ინფორმაცია სამის შესახებ არ მოგვაწვდი და ამ შემთხვევაში მის მახასიათებლებზე, ის თუ რა ჯდება თითოეული გასვლა, ის თუ როგორი არის თვითონ აპარატურა, თუმცა დანამდვილებით ვიცით ის რომ მისი მასე მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, ფაქტობრივად სატესტო, როგორც აღნიშნეთ, ვერსიები უკვე გამოჩნდა და როგორც თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, წლის ბოლომდე უკვე რეალურად ფრონტის ხაზზე ვიხილავთ მას. თუ წლის ბოლომდე არა, მომავალი წლის დასაწყისისთვის აუცილებლად, ეს კი ფაქტობრივად ნიშანია და სიმბოლოა იმისა, რომ უკრაინა არათუ ამთავრებს ბრძოლას, არამედ ახლა უფრო ახალ ეტაპზე შედის, არათუ ნებდება, არამედ უფრო ძლიერდება და უახლოვდება იმ პერიოდს, როცა ფაქტობრივად ერთი ადამიანის დაკარგვაც აღარ იქნება ის რეალობა, რასაც ჩვენ დღესდღეობით ვხედავთ, ყოველდღიურად ვიგებთ, რომ ადამიანები ისევაც იღუპებიან და სწორედ აი ამ რისკების, აი ამ ტრაგიკული მოცემულობის დასრულება სურს უკრაინას და საკმაოდ რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოცემულობა ძალიან მალე წარსულს შაბარდება, იმიტომ რომ მხოლოდ დრონების გამოყენებით ან მხოლოდ რაკეტების გამოყენებით კი არ გახდება შესაძლებელი საფრთხის შემცველი რაკეტებისა თუ ასევე უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება, არამედ უკვე ლაზერებითაც და თუ გავიხსენებთ ისრაელის მაგალითს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ წარადგინა თავისი ასევე ლაზერული სისტემა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრძოლა გახდება უფრო იაფი უკრაინული მხარისთვის, რომელსაც ისედაც უჭირს ამ შემთხვევაში რობოტიზებული და საფრთხეებიც უფრო შემცირებული. ჩვენ ის გადაგვჩენია, რომ წარმატებულები უსურვოთ ამ ქვეყანას, რომელიც საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, საკუთარი ერთიანობისთვის იბრძვის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაამტკიცოს, რომ როცა გასაჭირი გიდგას და როცა შეზღუდული გაქვს რესურსები, მაინც არსებობს საშუალება იმისა, რომ განავითარო შენი ტექნოლოგიები, განავითარო შენი თავი და მსოფლიოს დაუმტკიცო, რომ ბრძოლა ყოველთვის ღირს გამარჯვებამდე. აი ესეთი იყო დღევანდელი Tech Informe ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ უახლეს ამბებს ჩვენ მომდევნო გადაცემებშიც გაგაცნობთ. მომავალ შეხვედრამდე.